გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს, მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ. ამ დროიდან ნომერზე 557 88 55 88 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თემასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება გვითხრათ ეთერში. მთავრობა იღებს 751 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალს. ეს დაახლოებით 2 მილიარდი ქართული ლარია. როგორ აფასებთ ამ ფაქტს და უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული მსგავსი უზარმაზარი საგარეო ვალების აღება, რაც ბუნებრივია ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელია, ხომ? იმიტომ რომ ასეთი საგარეო ვალების ხანგრძლივობა ძალიან დიდი 10 წლეულებს უტოლდება ხშირ შემთხვევაში. ამ ეტაპზე 2026 წლის მონაცემებით მთავრობის საგარეო ვალი შეადგენს 24 მილიარდს და ეს ვალი კვლავ იზრდება, შეგახსენებთ რომ 751 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალის ასაღებად ემზადება საქართველოს ხელისუფლება. ეს იქნება დღეს ჩვენი მთავარი თემა და შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები გვითხრათ ეთერში. აქვე მინდა ვთქვა ერთი საინტერესო რამ, რომ ხანდახან შემოდის ხოლმე გადაცემაში ზარები და ამბობენ, რომ რა აზრი აქვს საუბარს მაინც არავის არ ესმის ჩვენი ხმა და მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენი გადაცემის დამსახურება ერთი პოზიტიური სიახლე, რის შესახებაც გუშინ შევიტყვეთ ჩვენ, მთავრობა ემზადება იმისთვის, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმები, რაც უზარმაზარია, გაზარდეს და გამოწერებით გააორასმაგეს, ეს გადასახადები შეამციროს. მოდით პატარა ვიდეო ვნახოთ ტელეკომპანია იმედის გუშინდელი რეპორტაჟიდან და შემდეგ დავბრუნდეთ. საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმები შემსუბუქდება, კონსულტაცია დაწყებულია. პარლამენტის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვიცე-პრემიერის სახელმწიფო მინისტრი ერთობლივად ახალ პროექტზე მუშაობენ. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. დადგინდება რამდენად პროპორციულია ჯარიმა სამართალდარღვევასთან. დიახ, ეს ზუსტად ობიექტივის დამსახურებაც არის, ამ გადაცემის დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამ უსამართლო ჯარიმებზე საუბარი და როგორც ჩანს, მივიტანეთ ეს ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და იწყება ამ ჯარიმების შემსუბუქება მოქალაქეებისთვის და ეს ძალიან კარგი სიახლეა, მინდა ვთქვა, მიხარია ხოლმე, როდესაც ჩვენ საუბარს და ჩვენს გადაცემას აქვს ასეთი პოზიტიური შედეგები. კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, რომ ობიექტივის დამსახურებაც და ბრძოლის შედეგიც არის ის, რომ ბავშვებმა წამალი მიიღეს. ვიცით, რომ მრავალკვირიანი პროტესტის შემდეგ პრემიერ-მინისტრი შეხვდა იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც წამლები ესაჭიროებოდათ და პოზიტიურად გადაწყდა ეს საკითხი და აქაც ინტერაქტივმა და ობიექტივის არხმა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ესეც უნდა აღვნიშნოთ. პათოსი ჩემი საუბრისა გახლავთ ის, რომ ბრძოლას, მოქმედებას, საუბარს ყოველთვის აქვს აზრი. აქედან გამომდინარე ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ არასდროს და როდესაც პრობლემებს და უსამართლობას ვხედავთ, ამაზე ღიად ვისაუბროთ. ახლა კი ვუბრუნდებით ჩვენს თემას და პირველი ზარია. როდესაც ასეთ დიდ საგარეო ვალებს იღებს ხელისუფლება, ეს მინიმუმ შეთანხმებული უნდა იყოს თუ არა ხალხთან. გისმენთ, ეთერში ხართ? ბატონო, დაიწყეთ საუბარი. ეკონომიკის აქცენტ წინ არის ამდენა ვალების დაგება, რაც უნდა და მერე შუქს, გაზს, წყალს, ჯარიმებს და დიახ. გაითიშა როგორც ჩანს, ძალიან მწუხვარ, ხელახლა დაგვიკავშირდით თუ ვერ დაასრულეთ. რა თქმა უნდა, ეს ხალხის გადასახდელია ეს ვალები და გადასახადებზე აისახება. ამავდროულად, როდესაც მთავრობას ბიუჯეტში დიდი თანხები აქვს გამოყოფილი საგარეო ვალებისთვის და ეს გადასახდელია ყოველთვიურად და ყოველწლიურად და 10 წლეულები, მაშინ უფრო ნაკლები ფული რჩება იმისთვის, რომ პენსიონერს მაგალითად პენსია მოუმატონ, სოციალურად დაუცველს დაეხმარონ და ზოგადად ადამიანებმა იგრძნონ ქვეყანაში კეთილდღეობა, ხომ? აქედან გამომდინარე საგარეო ვალი როდესაც იზრდება, ეს მინიმუმ შეთანხმებული უნდა იყოს თუ არა ხალხთან, ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს თუ არა რისთვის. შეგახსენებთ, რომ მთავრობა ემზადება აიღოს 751 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი მსოფლიო
ბანკისგან და აგრეთვე აზიის განვითარების ბანკისგან, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს 2 მილიარდი ლარია. როგორ აფასებთ ამას და ამ ეტაპზე უნდა შეგახსენოთ, რომ 24 მილიარდია ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი. ამას დაემატება კიდევ 2 მილიარდი ლარი, რომელსაც მთავრობა იღებს იმისთვის, რომ რისთვის, ხომ, ესეც საინტერესოა, წერია, რომ რაღაც გზების დასაგებად არის ეს, რაღაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასამართად, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში ეს 24 მილიარდი ლარი, როდესაც აღებულია საგარეო ვალად, იყო თუ არა ეს გამჭვირვალე? რაში დაიხარჯა? მოხმარდა თუ არა ეს ქართველი ხალხის ინტერესებს? თქვენ რა განცდა გაქვთ და პირადად თქვენ თუ იგრძენით რაიმე კეთილდღეობა ამ საგარეო ვალებისგან. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გუშინ გამოაქვეყნა ერთ-ერთმა სამთავრობო არხმა, რომ გამჭვირვალობით ჩვენი მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა თურმე. თუ ასეთი გამჭვირვალეა ხელისუფლება, მაშინ ეს საგარეო ვალების ადიხარჯება იქნებ ეს დეტალურად ახსნან. აგრეთვე აგვიხსნან იქნებ ეს პრემიები უზარმაზარი რატომ არის გამოწერილი და კონკრეტულად რომელმა პირებმა მიიღეს 2025 წლის მონაცემები 2026 წლის მონაცემები პრემიების და დანამატების რატომ არის დაფარული და დამალული მე იმასაც დავამატებდი რომ მაგალითად თუ ჩვენი ჩინოვნიკები უარს იტყოდნენ პრემიებზე და დანამატებზე ამ შემთხვევაში ჩვენ საგარეო ვალების აღება შეიძლება საერთოდ არ დაგვჭირვებოდა ხო მოკლედ ეს არის ჩვენი თემები პირდაპირ ეთერში ვართ, ეკრანზე მითითებულია ნომერი, რომელზეც სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ და ბრძანოთ, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ხაზი ახლა თავისუფალია და დაველოდოთ მორიგი ზარის ავტორს, რომელიც თავის სათქმელ სიტყვის თემასთან დაკავშირებით. 557 88 55 88 ველოდებით ზარის ავტორს ხაზი ახლა თავისუფალია აბსოლუტურად და მისი სათქმელი მოვისმინოთ. ხუთი 88 ხაზი თავისუფალია, შეგიძლიათ დარეკოთ და თემასთან დაკავშირებით თქვენი სათქმელი ბრძანოთ. უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული უზარმაზარი საგარეო ვალების აღება. ხაზი თავისუფალია, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 557 88 55 უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული უზარმაზარი საგარეო ვალების აღება, ეს ჩვენი თემაა დღეს და იმასაც შეგახსენებთ, რომ 751 მილიონი ლარის აღებას გეგმავს ხელისუფლება საგარეო ვალის სახით. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ? ხო, მოდის იყო ეკითხებოდნენ რამესაც, თუ ეკონომიკა წინ არის, ამდენი ვალის აღება რა საჭიროა. გააჯერებენ სუქს, გაზს, ჯარიმებს და ამიტომ რა სახით წერენ ამ ჯარიმებს გასმარისთვის. თითოეულს 5000-ს 10000-ს შეაწერენ, რატო არ გადაიხდიან რა? დიახ. კეთილი, ქალბატონო, როდესაც ეს საგარეო ვალები იხარჯება უზარმაზარი თანხებით, თქვენ პირადად თუ გრძნობთ, რომ თქვენს უბანში, თქვენს ქუჩაზე რაიმე უკეთესობა ხდება. ვიცით, რომ რაღაც ინფრასტრუქტურული მოტივები აქვს ამ ვალებს, როდესაც იღებენ, უნდა დაიხარჯოს, თქვათ, ან გზების, ან რაღაც სხვადასხვა მშენებლობებისთვის და რა შენდება, რა კეთდება თქვენი აზრით, რაც თქვენს ცხოვრებას აუმჯობესებს, ხო? 557 88 55 პირდაპირ ეთერში ვართ, უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული და ახსნილი საზოგადოებისთვის საგარეო ვალების აღების დროს ეს საკითხი. და ახლაც ამ დროისთვის ემზადება საქართველოს ხელისუფლება 751 მილიონი დოლარის სახით საგარეო ვალის ასაღებად. ჯარიმებთან დაკავშირებით ბრძანა ზარის ავტორმა და მე მინდა მას გამოვეხმაურო და ვუთხრა. რომ ჩვენი ბრძოლის შედეგადაც ერთ-ერთი მოწინავე იყო ობიექტივი, რომელმაც ღიად დაიწყო მოქმედება ამ უსამართლო ჯარიმების წინააღმდეგ და გაზრდილი ჯარიმების წინააღმდეგ და აი გუშინ უკვე გავიგეთ, რომ რაღაც გარკვეული შედეგებიც არსებობს. და აი ამ ჯარიმების შემსუბუქება ხდება ხალხისთვის და ეს მე მიხარია ძალიან. ზარია ეთერში, გისმენთ? დღემშვიდობისა, გამარჯობა. საქმე რაში? დიახ. აი ახლა რო გამოაცხადე რომ ჯარიმების შემსუბუქდებაო.
ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. მე ყველამ ვიცით, რომ საიდან ის გახდა იძულებული ხელისუფლება, რომ დათმობაზე წასულა. საიდან თქვენი აზრით? საიდან და იმიდან, აი ამ ობიექტივიდან დაჟინებული მოთხოვნისგან. დიახ. ჩვენი ბრძოლის ერთობლივი, თქვენი პირადად, ჩვენი მაყურებლების. გასაგებია, მაგრამ ხო უნდა გაჟღერდეს და ხალხმა მოისმინოს. დიახ. ხო და მეორე რაც შეეხება იმას მილიონობით ვალები რუარი. კათიშვილმა არ იცის რიჩი იყო შემოტანილი და საწავიდა. დიახ. და ეკონომიკა რო იძახია რამდენიღაც ნიშნულს გას რომ ამდენზე ვართ ევროპაში პირველ ადგილზე. ეს არის ამ კატასტროფული ჯარიმებისაგან აგებული ეკონომიკა. დიახ. აი ეს არის თორე ეხლა სხვა რა, ეხლა ვეღარავის ვეღარ ატყუილებენ და ღობეყორეს რო ეთებაო გაკირვებული აი ისი ამათი საქმე. დიახ. კი ბატონო. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ ზარისთვის. ეკონომიკა იზრდება ალბათ იმ ბიზნეს ელიტარული წრეებისთვის, რომლებიც ახლოს არიან ხელისუფლებებთან, ხომ? ჩვენთვის არაფერი არ გაზრდილა საზოგადოების ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. მუდმივად გვესაუბრებიან აყვავებულ ქვეყანაზე, შემოდის თურმე ინვესტიციები, გაზრდილია ეკონომიკა, გაუმჯობესებულია ცხოვრება, გამჭვირვალობის ინდექსებით საქართველოს თურმე მსოფლიოში მოწინავეა. ყოველდღე ვისმენთ სამთავრობო მედიიდან აი ასეთ განცხადებებს. და ამ დროს თუ გამჭვირვალეა მთავრობა, რატომ არ გვიყვებიან დეტალურად რაში დახარჯეს ეს 24 მილიარდი ლარი, რაც საგარეო ვალის სახით არის აღებული და ახლა რომ იღებენ 751 მილიარდ დოლარს ეს დეტალურად რაში სჭირდებათ. ჩვენი თაობების და ჩვენი მომავალი თაობების გადასახდელია ეს. გადასახადები ამიტომ იზრდება კიდევაც. ზარია გისმენთ? ალო, შუადღის მშვიდობის გამარჯობა. გაიხარე დაგლოცოთ ღმერთმა ეს მიხარია თქვენი რო დაიგონა თავრობა. მაგრამ დაგვეხმარეთ ბატონო ილია ვისაც ის ძალიან ცუდ დღეში ვართ პენსიონერები გაგვინულონ პენსიებზე გამოტანილი სესხები ავადმყოფი ქალი გირეკავთ დიახ დაგვეხმარეთ ამაში დაგვეხმარეთ ან დაგვინახევრონ ან გაგვინულო საშინე დღეში ვართ დაიწერეთ შვილო და გაიხარეთ დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის ყოველთვის აქვს ბრძოლას და მოქმედებას აზრი და ამის მაგალითია ის რომ საგზაო ჯარიმების საკითხზე მუშაობა დაიწყო პარლამენტმა და ხელისუფლებამ და ეს ჯარიმები გუშინ გავიგეთ რომ შემცირდება თურმე და ჩვენ მართლა ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენს მაყურებელთან და რადიო მსმენელთან ერთად ამაზე უამრავი გადაცემა მოვამზადეთ და ვიჩხუბეთ აქტიობა იყო მართლაც იმდენად დიდი რომ იძულებული გახდნენ ეს მოესმინათ და მხოლოდ ტელევიზიით და რადიო მაუწყებლობით არა ინტერნეტითაც ვრცელდება ხოლმე ჩვენი გადაცემის ჩანაწერები და აი ამ ჩანაწერებს ასობით ათასი ნახვა ჰქონდა შემდეგ ინტერნეტში ანუ მაყურებელი მილიონებსაც კი სწდებოდა და ხელისუფლებამ ეს დაინახა. ამიტომ მე თხოვთ რომ არასდროს არ იფიქროთ რომ მოქმედებას და ბრძოლას აზრი არ აქვს, ეს ყოველთვის შედეგიანია. აქვე მინდა შეგახსენოთ რომ ობიექტივის წამყვანები ამ გუნდის წევრები პარასკევს 5 საათზე ვხვდებით მაყურებელს და რადიო მსმენელს. მისამართი გახლავთ 74 ნომერი არჩილ ცაგარელის ქუჩა. ეს არის საბურთალო სამედიცინო უნივერსიტეტი მეტროსადგური იცით და არც თუ ისე შორს ვართ ამ მისამართიდან. მოკლედ თუ გსურთ რომ თქვენი აზრები გაგვიცვალოთ, თქვენი შეხედულებების შესახებ მოგვიყვეთ, ჩვენც ჩვენი სათქმელი გითხრათ, აზრთა მიმოცვლა მოვახდინოთ ერთგვარი, მობრძანდით პარასკევს 5 საათზე ობიექტივში და გავისაუბროთ ერთად. არჩილ ცაგარელის 74 ნომერია მისამართი. ეს არ გახლავთ რაიმე აქცია ან რაიმე ისეთი აქტივობა ოფისში შევიკრიბებით, დავსხდებით და ვისაც სურვილი გაქვთ ერთმანეთს გავესაუბრებით. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობათ. მოგესალმებით. ადამიანია, ხო იცით რომ ეს ხელისუფლება
და ეს ჩვეწყობა არის ფეოდალური. ამ ხელავალი რო აქვს სახელმწიფოს ვერცერთი პარტია არ გაბედავს და ვერ მოვა ხელისუფლებაში მოსვლა. აი ამიტომ არის ესა. კეთილი, დიდი მადლობა. დღეს ინტერაქტივის თემა ასეთია: მთავრობა იღებს 751 მილიონი დოლარის ღირებულების საგარეო ვალს. ეს 2 მილიარდი ლარია. ამ ფონზე უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული ასეთი უზარმაზარი საგარეო ვალების აღება. რაც ბუნებრივია თქვენი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელია. ამ დროის მონაცემებით 24 მილიარდი უკვე გვაქვს საგარეო ვალი. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. ობიექტივია. დიახ, ობიექტივია. კი, ეთერში ხართ, გისმენთ. ისა პენსიონერებიდან მე ვარ. ისა ომის ვეტერანი. დიახ, მადლობა თქვენ. და ცოტა ვერავ ლაპარაკობ რა. აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ მე. აფხაზეთის ვეტერანი, დიახ. თუ გძნობთ სათანადო ყურადღებას. ხალხიდან და სკოლა იყო დაგრე. თავშობები არის. ეს თადიტანობა ყურადღებას არავინ არ აქვს. საიდან რეკავთ? კაზრე ბოლნისის რაიონი. სოფელი კაზრეთი. კაზრეთი სოფელი, დიახ. დაბალა. დიახ. რამეს ხომ არ დაამატებდით, აი როგორ ცხოვრობთ, გავიგეთ რომ ბაღები არ გაქვთ, ყურადღება არ არის, მაგრამ ყოველდღიურობა მაინც როგორია თქვენი, პირადად თქვენ როგორც ვეტერანს თუ გაქვთ რაიმე დახმარება? მან დავარი ნინო მიგიაშვილი. დიახ. ეს იყო ჩემზე და აი გოჯგარინები გამგიხსნეს. ბევრი გადმოსცეს ბანკ. თუ გადმოგწედა აი ვეძავდიო მადლობთ, დიდი მადლობა, ცოტა არ იყო ცუდად ისმის, მაგრამ ალბათ თქვენ ნინო მიქიაშვილი მაშინ გაიცანით, როდესაც საყდრისის ცნობილი მოვლენები ხდებოდა და ეს სწორედ საყდრისს უკავშირდება, რასაც ყვებოდით. მადლობა კიდევ ერთხელ ზარისთვის, მადლობა ჩვენი ქვეყნის ყველა ვეტერანს, მხნეობას, ჯანმრთელობას გისურვებთ. მინდა რომ დიდი იყოს ყურადღება თქვენს მიმართ, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური რა დაფინანსებაც აქვს იმის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მათაც ცოტა აქვთ და ვერ წვდებიან. ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაისახოს პრიორიტეტად ვეტერანის დაფასება. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ბატონო ილია, დიდი პატივისცემი თქვენ და მის შემოგევლეთ. დიდი მადლობა თქვენ. გამარჯობა. უყურე საყვარელო, ეხლა ამ ხელავას რო იღებენ. ეგ ხო ჩვენ და გადავიხადოთ. ბუნებრივია. აი ეხლა უყურე ეს ხალხი კაი არაფერზე არ გამოდიათ. ეხლა უნდათ რომ მაგხელავალი გადაიხადოთ. უყურეთ მეუღლე გარდამეცვალა და კიბე მენგრევა თავზე შემოგევლე და წავედი მერიაში და უცხარი რომ ესე ისო ვიცით რა ქალბატონო ჩვენო კერძო სახლებზე არ ვაკეთებ თუ რემონტო მაშინ კაცო ააშენე მუნიციპალიტეტი ისინი სახლები ააშენო მუნიციპალური სახლები ააშენო და რა უნდა 3 მილიონი ადამიანის მოვლას თუ სურვილი იქნება და კეთილი გულით გააკეთებენ ხო? დიახ, რა თქმა უნდა. აი ნამდვილად მეკუთვნის სახლი. ორი მე ჩემი შვილი ვარ. და აი ამ ზამთარს გაუძივ ამ კიდევ და იმ ზამთარს თუ გაუძივ შემოგევლე ეს არ ვიცი. და ამ ხელებას რო იღე, აბა თვითონ უნდათ. ორ კვირაში დაგიდგამენ სასახლეს. ნუ აი ძალიან საშინელი ის არის რა, უკანონობაა საქართველოში და რა გვეშველება შვილებთან არ ვიცი და ეს უეჭვად უნდა წავიდეს. ვენა მოვიდეს ეროვნული მთავრობა, აი თქვენ შემოგედეთ კონსერვატორად განწყობილი ადამიანები, რაღაც მოაზროვნეები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. უბრალოდ იცით რა არის ღმერთი ჩვენს ძალზეც, თქო, რაღაც მოაზროვნეებსაც ძალზეც ჩვენ და ამათ არ ვთხოვთ პასუხს. აი მეტად მთელი წარსულები ემიგრანტები დაბრუნდნენ საქართველოში და ერთი იმას რა პასუხს გასცემენ აი ეს ნახოთ.
დიდი მადლობა ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ვართ 557-88-95-88. უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული უზარმაზარი საგარეო ვალების აღება, რაც ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელია, რადგან 10 წლეულებია ხოლმე ამ ვალების ვადა და დიდი პერიოდის განმავლობაში უნდა იხადოს მთავრობამ. 751 მილიონი დოლარის საგარეო ვალის ასაღებად ემზადებიან ამჯერად, ხოლო 24 მილიარდი უკვე არის ჩვენი საგარეო ვალის შემადგენლობა. რაში იხარჯება ეს, რაშიც იხარჯება, ვთქვათ, აქედან საქართველოს მოქალაქეები ჩვენ თუ გრძნობთ სიკეთეს და ჩვენამდე თუ მოდის ამ უზარმაზარი თანხებიდან რაიმე სიკეთე, ესეც ერთ-ერთი ქვეკითხვა გვაქვს და ბუნებრივია როდესაც საგარეო ვალები იზრდება, გადასახადებიც იზრდება ეტაპობრივად. ამას შეიძლება ისიც დაუკავშიროთ ხანდახან, რომ ეს ვალები უმეტესად აღებულია უცხოურ ვალუტაში და ლარი როდესაც გაუფასურდება, გადასახდელი თანხაც მეტია შესატანი და აი აქ უკვე ჩნდება ახალი და ახალი პრობლემები. როდესაც ბიუჯეტს დიდი თანხები აქვს საგარეო ვალების სახით გადასახდელი, ამ დროს ბუნებრივია უფრო ცოტა თანხა რჩება იმისთვის, რომ პენსიები გაზარდოს და სოციალური პროგრამები წარმართოს და აი ეს დიდი პრობლემაა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის ბევრ ქვეყანას საგარეო ვალები აქვთ და ეს ნორმალურ პრაქტიკად ითვლება საერთოდ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენთან როდესაც ასეთი მძიმე სოციალური ფონია, ეს ვალები ისევ მოქალაქეებს გვაწვება ძალიან მძიმე ტვირთად და ამ პრობლემაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ზარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, იგივე. დიახ. მე რა მაინტერესებს, ესე იგი ამათ სავალიუტო რეზერვები როგორც თვითონ აცხადებენ 6 მილიარდია. აიღონ 6 მილიარდი და გამოიყენონ დროებით და მე დაუბრუნონ ეს სავალიუტო რაზე იღებენ პროცენტიან ვალებს გაუგებარი. დიახ. კი ბატონო. თქვენ თუ იგრძენით ოდესმე ამ ვალების ხარჯვის შედეგი, რაღაც მოვიდა თქვენამდე ოდნავ მაინც. ან გზად თუ დაგიგეს სახლთან, ან ეზო არაფერი პარლამენტარებს მოემატებათ კიდე ფაქტები და იქნება. კეთილი. მადლობა დიდი. აქვე შეგახსენებთ, რომ ობიექტივი პარასკევს 5 საათზე მაყურებლებს და რადიომსმენელებს ხვდება. ჩვენი მისამართია არჩილ ცაგარელის 74 ნომერი. ეს არ გახლავთ არც აქცია, არც რაიმე სპეციალური შეკრება. ეს იქნება უბრალო, მეგობრული, შეიძლება ითქვას შინაურული შეხვედრაც კი, სადაც აზრთა მიმოცვლა მოხდება. ერთმანეთს შორის გავისაუბრებთ უბრალოდ, რაღაც გეგმად შეიძლება დავსახოთ სამომავლო მოქმედებისა, ასე რომ პარასკევს 5 საათზე არჩილ ცაგარელის 74 ნომერში შეგიძლიათ მობრძანდეთ მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან ახლოს არის ეს საბურთალოს რაიონია. მიცკევიჩის ქუჩის პარალელურია, უფრო რომ დავწვრილმანდეთ. ზარია ეთერში გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ილია, მაი ვიდეოთი შემოვდივა. დიახ. და გვაინტერესებს რა საკითხია. დიახ. გისმენთ, დიახ. მაი ვერ ვიგებთ რა საკითხია. გასაგებია, მაი ვიდეოზე გვიყურებთ? მაშინ რატომ არა, ვეღარ. ვეღარ გვიყურებთ? კეთილი, მაი ვიდეოსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც გარკვეული სიახლეებია იქ, ვებგვერდი მაი ვიდეო იხურება და Silk Go ჩნდება რაღაც ასეთი აპლიკაცია და ასეთი პროგრამა, იქ უნდა გადამისამართდეთ. რაც შეეხება ჩვენს თემას, სახელმწიფო იღებს ახალ საგარეო ვალს. უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული, როდესაც ასეთი დიდი თანხებია აღებული საგარეო ვალის სახით. გაითიშა, რატომ გაითიშა? ალბათ მაყურებელმა გათიშა, არ ვიცი. კითხვა ჰქონდა და მე სანამ ვუპასუხე, გაწყდა კავშირი 557-88-95-88. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და გრძნობთ თუ არა, რომ გამჭვირვალედ იხარჯება ეს თანხები და თქვენთან არის შეთანხმებული. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, გისმენთ?
სწორედ თქვენ გელაპარაკებით, ვინც ახლა ხაზზე ხართ, დაიწყეთ. Ну, ეს უკვე ხელოვნურად ხდება, რაღაც სატელეფონო ხუნჯობას გავს. 557 88 55 88. ხაზი ახლა თავისუფალია. დავილოდოთ მორიგ მაყურებელს ან რადიო მსმენელს. პარასკევს 5 საათზე ობიექტივი მაყურებლებთან მართავს შეხვედრას. არჩილ ცაგარელის 74 ნომერში. ეს არის ჩვენი მისამართი ოფისების. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გენესონ. ილო, რა მაინტერესებს იცი? აი ახლა ვალსოიღებს მთავრობა. რატომ არ ეუნებით, რატომ იღებს? თქვი მე ეს უკვე თქვი. თქვი, მე ბიან ჩავდეს ეს. ხო, ესე იგი რკინიგზაზე ვიმარშება, ხო? კი, რკინიგზის და გზების დასაგებადო. და არ უნდა გაკეთდეს ვერე? კი, უნდა გაკეთდეს, მაგრამ იქნებ პრემიები არა იღონ და ამ თანხებით გააკეთონ რკინიგზა და გზები დააგონ. ნუ შენ არა, ბექ პრემია რა ასუშველი ზაგლა. როგორ არ უშველის 527 მილიონი ლარის პრემია აიღეს ერთ წელიწადში. კარგით, ახლა რაღაც ეს არის რაღაც აბსურდი რა. რა არის აბსურდი, ეს ოფიციალური მონაცემებია. ესე იგი აკეთებენ, იღებენ იმის გულისში, რომ გაკეთეს რკინიგზა და გაკეთეს ერთად თანამედროვე იყოს. ეხლა მე ის ნახე, აზერბაიჯანი, ბაქო, თბილისის ვაგონები ნახე. ნუ ეს საოცრება არის, რომ სად ჩვენი ვაგონები და სადიცა. ხო და გავითარდეს რაღაცა. და იმპებით კი მართალი ხარ, მე გეთახვევით, ახლა რომ მარტო ამ ხელა პრემიერს იღებენ რაში? ამ ხელა ხელფასების და პრობლემები ჩვენ პენსიონერები რა გვაქვს, მაგრამ მე მაგალითად თანახმა ვარ, მე რომ აი ეს რკინიგზა გაკეთდეს და იყოს ნორმალური, მართალია გაძვირდება მძარმობა რა. რასის რა უკრა დაბა. დიდი მადლობა. კარგად ეკავა. კარგად ვსანდებოდეთ. სადგურის მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მაგალითად. გასარემონტებელია, ეს უნდა დაინახონ ადრე თუ გვიან. ძალიან ცუდი მდგომარეობაა მოკლედ. რომ გამოივლი ამ რელსებთან ახლოს და ხედავ რომ აი გარემოა თვითონ რაღაც შეუფერებელი. მე მრავალი წელი არ მიგზავრია მატარებლით და სულ ახლახანს ვიმგზავრე, ჩქაროსნული მატარებელი ჰქვია თბილისიდან დასავლეთში მიდის, ჩქაროსნული კი არა, ლამის 7 საათ ნახევარი სჭირდება იმისთვის რომ დასავლეთში ჩავიდეს თბილისიდან. ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი რკინიგზა და მივესალმებით რა თქმა უნდა თუ აქ დაიხარჯება ფული და ეს გაკეთდება, კი, საჭიროა, მაგრამ გამჭვირვალედ კეთდება თუ არა ეს? იცის თუ არა ეს ხალხმა? შენ ჩემს ნაცვლად რომ ფულს იღებ, სესხს იღებ უცხოეთიდან, საერთაშორისო ვალს იღებ, მე მეკითხები მინდა თუ არა ეს? გზის გაკეთება ყველას სჭირდება და ყველას უნდა, მაგრამ მოდით იქნებ პრემიები და დანამატები არ აიღონ და აი ეს თანხაც კი ეყოფოდა გზების დაგებას. თბილისში ავარიული სახლები რომ გვაქვს, ძველი უბნები რომ საგანგაშო მდგომარეობაშია, მოდით ამისთვის აიღონ საგარეოვალი და ამ ხალხს აუშენონ რაღაცა პატარა სახლები მაინც. რომ პატარა მიწისძვრა ღმერთმა გვაშოროს, საშინელება შეიძლება მოხდეს. ღმერთმა დაგვიფაროს. აი ასეთ ძველ უბნებში რაც ხდება იმისგან და რა საფრთხეშიც იძინებენ ადამიანები ყოველღამე და არა მარტო თბილისში სხვათა შორის. სარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. ისმით ჩემი. თქვენი ხმა ისმის, დიახ. ჩემი ტელეფონს დელაპარაკო პირდაპირ და იმას მოვშორდი იმას აქ ტელევიზორს. დიახ, დაიწყეთ, გისმენთ. დიახ. თქვენი სახელი რა იყო? ილია. აი რა მინდა და მე თქვა პულს რომელსაც ჩვენ ჩამთ რამდენი წელია მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ 34 წელია მე ერთი წესიერი პული ამიჭამია და ჩვენ ამ პულით მარტო მე კი არ თელი ახალგაზრდობა თელი ჩვილი ბავშვები იცით იწამლება რატომ იცით დიახ ეს არის ამ პულში არის სოკო
და ამ პულით იწამლება მთელი ახალგაზრდები და მთელი პატარა ჩვილი ბავშვები. ეს არის დანაშაული. ერთი ადამიანის გულისთვის, ერთი ადამიანის მოკლის გულისთვის თუ 20 წელია 3 მილიონი ადამიანი ჭამს ამ პულს. და ამის ფლობელი ვინც არის ეს და დამნაშავე არ არის ეს კაცი უნდა მოაშოროთ ამ ქვეყანას. ვინ არის ეს პულს შოუშვებს და ამას ვერ ჭამს ჩვენ. დიახ. გეთანხმებით და აქ მხოლოდ მფლობელში არ არის საქმე, უნდა არსებობდეს რეგულაციები და კონტროლი, რომელსაც წარმართავს სახელმწიფო, მფლობელმაც უნდა აგოს პასუხი და ყველამ ვინც ამას აკეთებს. გეთანხმებით იმაში, რომ პურს არ აქვს პურის გემო. ჩვენ 90-იან წლებში რომ ყიდულობდით პურს, თუ შოულობდით გაჭირვებით, იმ პურს ბევრად უფრო კარგი გემო ჰქონდა, ვიდრე დღეს. იმ 90-იანებში გაჭირვებაში რომ ბოსტნეულს და ხილს ვყიდულობდით, ბევრად უფრო მეტი ვიყავით მოსახლეობა 5 მილიონამდე ვიყავით მაშინ. მაგრამ მაინც უფრო კარგი იყო ბოსტნეულის პროდუქტის ხარისხი და გემო. კი, ჭირდა ცხოვრება, მაგრამ ახლა არაფრის გემო არ აქვს. როგორ შეიძლება აკადრო ადამიანს პური დააწერო, პური ერქვას და გემო არ ჰქონდეს არაფრის. და ისიც რა შეიცავს არავინ იცის საბოლოოდ. არ შეიძლება ასეთი მიდგომები. მე მახსოვს რომ აი 90-იან 2000-იან წლებშიც კი სულ ამბობდით რომ აი რას ჭამენ უცხოელები თვითონ არ იციან რაღაც ხელოვნურ პროდუქციას და ჩვენ ქემაინც ხარისხიანს მაინც ვჭამთო ამბობდით. ახლა პირიქით არის. ისეთი კანონები და რეგულაციებია მიღებული მაგალითად ევროპაში, რომ ფერმერი უბრალოდ ვერ გაყიდის ქიმიკატებით სავსე ბოსტნეულს და ხილს. და ჩვენთან პირიქით რაც უფრო სავსეა ქიმიკატებით საზამთრო იქნება ეს თუ ბოსტნეული, მით უფრო ჩაშვებულია ამ ქსელურ სუპერმარკეტებში. ირანიდან შემოტანილი საზამთრო ბევრად ჯობია კახეთში წარმოებულ საზამთროს ყველა შემთხვევაზე არ ვლაპარაკობ, დიდ შემთხვევებზე მაქვს საუბარი. თორემ კახეთში საუკეთესო საზამთრო გვაქვს თუ გულით მოყვანილია ფერმერის მხრიდან ამ შემთხვევაში. პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენ საგარეო ვალზე ვსაუბრობთ, რომელიც იზრდება, მთავრობა 751 მილიონი დოლარის ღირებულების ვალის ასაღებად ემზადება. უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული დეტალურად ახსნილი, როდესაც მთავრობა იღებს ასეთ დიდ საგარეო ვალებს. ამ ეტაპზე ჩვენ 24 მილიარდის ღირებულების საგარეო ვალი გვაქვს. ეს კვლავ იზრდება. სარია ეთერში გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ეხლა ვახსენებ ქალბატონი ირმა რომ პარლამენტის წევრი იყო. იქ რო გამოვიდა, რომ მეიმართა ხალხს პარლამენტარებს რომ მე ჩემი არ ვიღებო ხელფასო ვანაწილებ იქნებ თქვენს ჩაირიცხოთ დაჭირებულების შეულა. სიცილით ისკდებოდნენ, სიცილით პარლამენტის წევრები. აი მაგას რა უნდა პარლამენტში. მაგათ უნდა სულ გამოყარა გარეთ. აპატიეს, აპარაკის ემოციები. დიდი მადლობა, მესმის თქვენი. კი, ნამდვილად ასე იყო, ობიექტივმა დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი, რომლის შემომწირველებიც იყვნენ პარლამენტის ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრები. საქართველოს პატრიოტები ერქვა ამ ფრაქციას, ირმა ინაშვილი თავისი ხელფასის ნახევარს და ფრაქციის სხვა წევრები აგრეთვე, გიორგი ლომია და სხვები, ადამ არშანია, სწირავდნენ თავიანთი ხელფასიდან ობიექტივის ფონდს. აგრეთვე პატრიოტთა ალიანსის არასაპარლამენტო გუნდის წევრებიც სწირავდნენ და რაღაც თანხები გროვდებოდა ობიექტივის ფონდში მაშინ და ამით ჩვენ შევძელით 15 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა. გახსოვთ ალბათ ობიექტივის ფონდის საქმიანობა, რომ სოფელ დავდიოდით პროდუქტით და წამლებით და ვეხმარებოდით იმ ოჯახებს, რომლებსაც უჭირდათ და ასეთი 60,000 ოჯახი იყო ბოლოს, რომელსაც დავეხმარეთ. ამის პარალელურად ალბათ თქვენ გახსოვთ, რომ ობიექტივის შენობასთან მზა კერძები რიგდებოდა, რომლის წაღებაც შეეძლოთ იმ ადამიანებს, ვისაც უჭირდათ. ზამთრის პერიოდში, როდესაც ციოდა, ჩვენ საკუთარ ოფისს და ჩვენს ფართს უთმობდით უსახლკაროებს, რომლებსაც
გათბობით და საკვებით უზრუნველყოფდით. დიდი გზა გამოიარა ამ არხმა, როდესაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, ყველას ეხმარებოდა. ხელგაშლილად მოქმედებდა და ახლა თავად ობიექტივია, როგორც იცით, დასახმარებელი და საბანკო რეკვიზიტებიც ეკრანზეა ხოლმე ჩვენი არხისა, ასე რომ თუ გსურთ რომ ეს მაუწყებლობა და ეს არხი შენარჩუნდეს და გადარჩეს, შეიტანეთ თქვენი წვლილი სიმართლის შენარჩუნებაში და ამ არხის არსებობაში და მადლობა მინდა ყველას ვუთხრა, ვინც ამ დრომდე ცირედი მაინც თუნდაც 1 ლარი შემოწირულობა გაიღო. 557-88-55-88 ამ ნომერზე მორიგი ზარია. გამარჯობა. გამარჯობა თუნდა. დიახ, მოგესალმებით. ორამის გვეკითხები ანუ მაგალითად შეგვეკითხა ხელი. კი. კარგი შენიშვნა. თქვენი აზრით, როდესაც ასეთ დიდ ვალებს იღებენ და შემდეგ ამას ხარჯავენ, ადამიანებამდე მიდის ეს სიკეთეები? აქამდე რომ 24 მილიარდი დაიხარჯა, თქვენ პირადად რა იგრძენით? რაში გამოგადგათ ეს ყველაფერი? არაფერი, ახლა ვერაფერი ვერ არის. სარგებლობა ვერ ნახავთ. ეგენი ახლა ქარხნებს აგუშენებენ, ფაბრიკებს აგუშენებენ თუ რა. დაიგებენ ჯილეთი და თქვენი გადასახდენი იქნება ისე. დიახ. მეტი არაფერი. კი, გეთანხმებით. მადლობა თქვენს არისთვის. კიდევ ერთი მოთხოვნაა, რაც ჩვენი მაყურებლების და რადიომსმენელების მიერ არის დასახელებული, განულდეს საპენსიო სესხები, რომელიც აბსოლუტურად უსამართლო და კაბალური პირობებით არის აღებული და ჩვენ ობიექტივი მხარს უჭერთ ამ მოთხოვნას. ეს საპენსიო სესხები ამაზრზენი, არაადეკვატური საპროცენტო განაკვეთით და პირობებით უნდა გაუქმდეს და ჩამოეწეროს ჩვენი ქვეყნის პენსიონერებს. დავიწყებთ ჩვენც ამაზე მუშაობას და უფრო მეტი ეთერი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტი იაქტიუროთ თქვენც მიმართავ ჩვენს იმ მაყურებლებს, რომლებიც პენსიონერები არიან. ზარია გადაცემაში გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ბატონო ილია. დიახ. ვასი ევენ. თავიანთი ევენი ვარსალბარ. გაუჭირდეთ. დიახ. თავრობას. კეთილი. შეგენებენ საქმე. ვინა იცით. მე მაგას პენსიონერი ვარ. ოპერაცია მაგას აკეთებენ და 600 ლარის მაგერად 240 ლარი დავაფინანსებ. გარჩევის საიდან მოვიტან. დიახ. მადლობა. ისეთ მდგომარეობაში არო. მადლობა დიდი ჯანმრთელობას გესურვებთ ჩემო ბატონო. შევდივართ თქვენს მდგომარეობაში და ძალიან ტკივნეულია ამის მოსმენა. სოციალური პროექტებისთვის აიღონ საგარეო ვალი, ყველა დაეთანხმება ამას. აი ავარიული სახლები თბილისია ეს. თუ არ ვწდები თბილისია. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით. კი, ძალიან გამიხარდა მე რომ 5 თუ 6 წლის წინ ორბელიანის მოედანზე რა საშინელებაც ხდებოდა და იქაც ავარიული სახლები იყო, ეს დაანგრიეს და ახალი სახლები აუშენეს. ეს მომეწონა, მაგრამ ტემპი არის ძალიან დაბალი, როგორც ბატონ ბიძინას უყვარს თქმა. ტემპიო, ხო? უამრავი სახლია ასეთი, ძველუბნებში ჩვენი ქვეყნისა. და აიღონ საგარეო ვალი და დავეთანხმებით. რომ ეს ოჯახები და ეს ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არ ცხოვრობდნენ, რომ ერთი პატარა ბიძგი და რა მოხდება არავინ იცის. ზარია ეთერში გისმენთ. გაითიშა 557-88-95-88 ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი 24 მილიონი ლარია. მთავრობა ახალი ვალის სასაღებად ემზადება 751 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც 2 მილიარდი ლარი გამოდის დაახლოებით. უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული და დეტალურად ახსნილი, როდესაც ასეთ ვალებს იღებს სახელმწიფო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი თაობის გადასახდელია 10 წლეულები გრძელდება ხოლმე ამ ვალის პასუხისმგებლობის დაფარვა და ვიმსახურებთ მე მგონი რომ გაგვცენ პასუხი როგორ სად რატომ იხარჯება მსგავსი
თანხები. ბუნდოვნად რაღაცა გაკვრით, გაიჟღერა, რომ რკინიგზის მონაკვეთი უნდა გაკეთდეს კახეთის რეგიონში და საავტომობილო გზის დაგების საკითხმაც გაიელვა. ტელევიზიით უფრო გასაგებად, უფრო მარტივი და დაწვრილებით იენით ვიღაცამ ეს უნდა ახსნას. როდესაც ლარი უფასურდება, ეს სესხები ბუნებრივია აღებულია უცხოურ ვალუტაში და უფრო და უფრო მეტი შესატანი გვაქვს ხოლმე. ესეც ახალი ვალდებულებები და ახალი პასუხისმგებლობა იზრდება გადასახადები. ჯარიმებიც ამიტომ გაზარდეს, მაგრამ აი ჩვენი ერთობლივი ბრძოლით მივახციეთ იმას, რომ ახლა იწყებენ ჯარიმების შემსუბუქებაზე საუბარს. და ეს ძალიან კარგი სიახლეა სხვათა შორის. სხვათა შორის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის შედეგად ყველასი ერთად და აქ ობიექტივის წვლილიც არის, ბავშვები წამლებს მიიღებენ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები. ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდა და მაინც და მაინც თვენახევრიანი აქციები იყო საჭირო, რომ ამ მშობლებისთვის მოესმინათ, მაგრამ რაც არის, ახლა მაინც გავაგებინეთ ყველამ ერთად ჩვენი მოქმედებით და ეს კარგი შედეგია ძალიან. ახლა პირდაპირ ეთერში ვართ, ჩვენ წერენ, რომ ვერ ვრეკავთო ეთერშიო, ძალიან გვიჭირს დაკავშირებაო, ითიშებაო. ხო, აი არ ვიცი რა პასუხი გაგცეთ, მიქნებ შეისწავლოთ ეს საკითხი. დღეს რატომღაც ხო ძალიან ისეთი პრობლემურია გამოსვლა, როგორც წერილებიდან ჩვენ გვატყობინებენ, რაც მოდის SMS-ების სახით. 557-88-55-88 დაგვიკავშირდით, თუ ამას ახერხებთ და გვითხარით თქვენი სათქმელი ჩვენს თემასთან დაკავშირებით. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პარასკევს 5 საათზე ობიექტივის გუნდის წევრები ხვდებიან მაყურებლებს და რადიომსმენელებს. აქ შედგება აზრთა მიმოცვლა, რაიმე სახის აქცია ეს არ გახლავთ, თუ რაიმე სათქმელი გაქვთ, რაიმე წინადადება გაქვთ, იქნებ რაღაც მოქმედების გეგმებიც დავსახოთ, ამისთვის არის ეს შეხვედრა, ასე რომ პარასკევს ზეგანუ 5 საათზე არჩილ ცაგარელის 74 ნომერში შეგიძლიათ მობრძანდეთ, ეს არის საბურთალოს რაიონი. მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის სიახლოვეს მოკლედ. დავასრულოთ მაშინ გადაცემა, ვინაიდან უამრავი ზარი შემოდის, რომ ვერ ვრეკავთო, რაღაც შეფერხება ალბათ, მაგრამ მივიღოთ აი ამ ზარის ავტორი ახლა შემოვიდა, უკვე გამოსწორდა ალბათ. აი კვლავ გაითიშა, რაღაც ხარვეზია სავარაუდოდ. ბოდისში მაყურებლებთან და რადიომსმენელებთან ჩვენ გავერკვევით რა ხდება, დღეს კი ამით დავასრულებთ, მაგრამ კვლავ ზარი შემოდის, თუ არ გაითიშა. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, გენესმონეში. დიახ. შუადღე მშვიდობის. დიახ. ხალხს როდის ასე კითხებდნენ ესენი, რომ ახლა შეეკითხოს და რა უცილებლობას წარმოადგენს ახლა რა სახელმწიფოა ეს თუ იმას ხიდები და კერიგები ვეღარ გაუმუშენებიათ. 14 წელიწადია გვესმის თუ ზეთის დაგება, ხიდების აშენება, პირაბების შელებობა, მეტი არაფერი გვესმის და რა უბედურებაა დაიქმნონ თავად ხელფასები, ამდენი მილიონერი და მილიარდერი რომ ყავს, თვითონ მილიარდერს და თვითონ მილიონერს დაავალონ ასეთი საქმეების კეთება. თვითონ სახლის გარემონტება და აშენება, თვითონ ხიდის სტუდიის, რა უბედურებაა ეს რა ჩვენამდე არც იძალი მოარეს მოსულა და არც ახალი მოდა ვერ დავიგებთ საერთოდ ვერაფერს. ხალხს ასე კითხებიან ესენი რომ დაეკითხონ ახლა ამას. ქალბატონო, აი ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, თუ შეიძლება სამთავრობო მედია ამბობს, რომ ქვეყანა მოკლედ აყვავდა გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მოწინავეა, შემოდის ინვესტიციები, გაიზარდა ეკონომიკა და ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, სულ აი ამ სტატისტიკებს, ბუნდოვან სტატისტიკებს აქვეყნებენ. თქვენ რა სიტყვით ამაზე? აისახა ეს თქვენს ცხოვრებაზე თუ კი სიმართლეა? არაფერი არ ასახულა შვილო ჩვენს მიმაზე ერთი სკვერი გაკეთდა აქ ჩვენ ზოჩკი და ცოტა ეს გვეხალისებს გუნდს რომ გავიხედავ ხოლმე მეტი არაფერი არ მიგწნია ჩვენ არანაირი იქეთ საპენსიო სესხი ხომ არ გაქვთ? საპენსიო სესხი? არა.
კეთილი, არც გისურვებთ ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ ეს საშინელი სესხი, მაგრამ დიდი მადლობა რომ დაგვირეკეთ, ჩვენი მაყურებლების მოთხოვნაა დაიწყოს მოქმედება ამ საპენსიო სესხების გასანულებლად, გასაუქმებლად საერთოდ და ჩამოსაწერად პენსიონერებისთვის და დიდი ბრძოლა მოგვიწევს და დიდი აქტივობა ობიექტივის მაყურებლებთან ერთად ჩვენს წამყვანებს და ჩვენი გუნდის წევრებსაც, ასე რომ ამ საკითხზე აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ძალიან წყდება გული, რომ ბოლო დროს ხდება ამ არაბული ქალაქების თემის მეორე საფეხურზე ან მეათე საფეხურზეც კი ხანდახან გადაწევა და ეს არ უნდა დავივიწყოთ და აქაც ვიბრძოლოთ. ზარია, გამარჯობა. ილია, გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. დაიწყეთ, ეთერში ხართ. როგორ ახარ, ვიქო? დაიწყეთ საუბარი, თქვენი სათქმელი რა არის დღევანდელ თემებზე? კარგით, აი ტელევიზორს თუ არ გამოურთავთ ხმას, არაფერი არ გამოვა. 557-88-55-88 უნდა იყოს თუ არა ხალხთან შეთანხმებული უზარმაზარი საგარეო ვალების აღება და დეტალურად ახსნილი თუ რაში დაიხარჯება ეს ფინანსები და როგორ აპირებს ამ ფულის დაფარვას ხელისუფლება. ხდება ის რომ შეთანხმებული არა ამე ტელევიზიით მაინც გამოდიან და ყვებიან დეტალურად რომ აი იცოდეთ თქვენს გადასახდელ ვალს ვიღებთ ბატონო და გითანხმებთ ამ საკითხს. ეს მაინც ხდება? როდესაც გვაჯერებენ რომ გამჭვირვალობის ინდექსი თუ ართ მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა მთავრობების საიმ გამჭვირვალობის ინდექსებს რომ აქვეყნებენ. კეთილი, დღეს ინტერაქტივს ამით ვასრულებთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის. 5 საათზე პარასკევს არჩილ საგარელის 74 ნომერში გელოდებით, ვისაც ბუნებრივია სურვილი გაქვთ. ეს არც აქცია, ეს არც რაღაც სპეციალური ღონისძიებაა. ერთმანეთს აზრებს გავუცვლით ობიექტივის გუნდის წევრები და მაყურებლები თუ რადიომსმენელები. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი გადაცემას, ნახვამდის.